მოგესალმებით, დღეს განვიხილავთ თუ რატომ არის ჩვენს არალეგიტიმურ პარლამენტში არსებული თეატრალურკიანის კომისია და ცირკი აბსურდი და ვისაუბრებთ მიზეზებზე თუ რატომ იქნება უშედეგო ეგ კომისია და რატომ არ უნდა არსებობდეს ზოგადად. ეგრეთ წოდებული დროებითი საგამოძიებო კომისია დაარსდა 2025 წლის 5 თებერვალს და მას არსებობის მანდატი ესე ვთქვათ ჰქონდა მხოლოდ 3 თვიანი, თუმცა 30 აპრილიდან ეს საკითხი რამდენჯერმე გაიხანგრძლივა 5 ივნისამდე და 5 ივნისს უკვე შემდეგ 5 ივლისამდე და დღემდე არსებითად არც ერთი ესე ვთქვათ ქმედითი ნაბიჯი არ გვინახავს ჩვენ ამ კომისიის მხრიდან ან თუნდაც უშუალოდ რაიმე დასკვნა რო დაედოთ და ვერც ვიხილავთ ამას იქიდან გამომდინარე რომ პირველ რიგში არალეგიტიმურია ამ კომისიის არსებობა, არალეგიტიმურია იქიდან გამომდინარე რომ თვითონ პარლამენტი არის არალეგიტიმური, ვინც დაარსა ეს კომისია არალეგიტიმურია და იმ შემთხვევაშიც თუ ჩვენ ლეგიტიმაციას მივცემდით ესე ვთქვათ არჩევნებზე საკმარისი ოდენობის ხმას მივცემდით ქართულ ოცნებას რომ ეს კომისია დაეარსებინა, ზოგადად კონსტიტუციით კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, თუმცა მიმდინარე კომისიაზე ჩვენ ვხედავთ რომ მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან, ასევე დე-ფაქტო ოპოზიციაც ყავთ, ხალხის ზალა ეგრეთ წოდებული, რომელიც ყველამ კარგად ვიცით თუ ვის წარმოადგენენ და როგორ შეიქმნენ საერთოდ და მოდი ზოგადად მათ კომისიის წევრებზე ვისაუბროთ და წარმომადგენლობაზე. 5 წევრი არის ქართული ოცნებიდან, ხოლო 3 წევრი არის მოქმედი და ქვეპარტიებიდან, რაც ძირითადად ქართული ოცნების დაქვემდებარებაში მყოფი პარტიები არიან და აღსანიშნავია ის ფაქტი თუ უშუალოდ ებრძვიან ამ კომისიით ესე ვთქვათ და ცდილობენ გააუქმონ და აკრძალონ ნაცები, თუმცა ვინ ებრძვის ჩემი აზრით საკმაოდ ხაზგასასმელი ფაქტია და მოდი ვისაუბროთ რას წარმოადგენდნენ ის ადამიანები ვინც დღეს ნაცების შეცდომებს განიხილავენ ნაცების დროს 2005 წლებში ერთ-ერთი მათგანი თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდა თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეს 2005-2006 წლებში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალისტი, ხოლო 2006-2009 წლებში და ასევე 2009-2010 წლებში საკონსტიტუციო კომისიის მდივანი და ჩემი აზრით ცოტა აბსურდად ჟღერს, როცა ეს ადამიანი კონკრეტულად ამ შემთხვევაში საუბრობს ნაცების შეცდომებზე და დღეს თვითონ განიხილავს იმას, რაშიც ადანაშაულებს ნაცებს და რაშიც დიდი ალბათობით ამ ბიოგრაფიიდან გამომდინარე მეტწილად წვლილი თვითონაც მიუძღვის. ასევე გადავიდეთ შემდეგ ადამიანზე, ალექსანდრე ტაბატაძეზე, რომელიც 2000-დან 2004 წლამდე შსს ნარკომანიისა და ორგანიზებული დანაშაულის საწინააღმდეგო ბიუროს ხელმძღვანელი იყო და სწორედ ეს ადამიანი განიხილავს ძალის გადამეტებას პოლიციის მხრიდან ნაცების დროს, თუ იტყვით რომ 2004 წელს ჯერ კიდევ ახალი მოსულები იყვნენ ესე ვთქვათ ხელისუფლებაში ნაციონალები და ჯერ კიდევ არ ქონდათ ესე ვთქვათ გადამეტებული თავის ძალებში, შეგახსენებთ რომ 2004 წლიდან 2006 წლამდე შსს აკადემიის ოპერატიულ სამძებრო კათედრის უფროსი იყო, ხოლო 2006-2007 წლებში აჭარაში შსს მთავარი სამმართველოს მოადგილე გახდათ ბატონი ალექსანდრე და ჩემი აზრით ცოტა კითხვით ნიშნებს ტოვებს მისი ამ კომისიაში ყოფნაც და მე მიჩნდება ნიშანი რომ მიუხედავად იმისა რომ ჯერ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ უნდა აღინიშნოს რომ ზოგადად ამ კომისიის არსებობა არის არალეგიტიმური, ამის მიუხედავადაც თუ ვინები არიან ამ კომისიის წევრები და შემადგენელი ნაწილები. დავიდეთ შემდეგ წევრზე, ალუბა ღუდუშაურზე 2012 წლამდე ესე ვთქვათ ეს ადამიანი არ იგუგლება, ყოველ შემთხვევაში ნაცებთან ასოცირებული პიროვნება არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ
მხარეს წარმოადგენს ამ ბრძოლაში, უშუალოდ ამ ბრძოლის დაწყებამდეც მხარეს წარმოადგენდა და ჩვენ ვიცით მისი განცხადებები და მისი ესე ვთქვათ დამოკიდებულება ნაცებთან დაკავშირებით, კითხვები ჩნდება კონკრეტული თუ რამდენად ობიექტური იქნება მათი ქმედებების ფასებლად, ესე ვთქვათ, შესაბამისად მისი ამ კომისიის წევრობაც კითხვით ნიშნის ქვეშ არის, ასევე იგივე შეიძლება ითქვას პაატა სალიაზეც, თუმცა იგივეს ვერ ვიტყოდით სოზარ სუბარზე, რომელიც 2004-2009 წლებში საქართველოს სახალხო დამცველს წარმოადგენდა იმ პერიოდში, როცა ეს თანამდებობა და პოსტი ეკავა, ესე ვთქვათ, მისი პირდაპირი მოვალეობა იყო თუ რომელიმე, ესე ვთქვათ, ამ კომისიაზე განხილული საკითხი მნიშვნელოვანი და კვეთრი და მძაფრი იყო საქართველოს საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის. სოზარ სუბარის პირდაპირი მოვალეობა იყო, რომ ეს საკითხები მაშინ ჯერ კიდევ გაეხადა აქტუალური. რაც შეეხება სოზარ სუბარს, რომელიც ქართული ოცნების ამ არალეგიტიმური კომისიის ერთ-ერთი მთავარი სახე და ფეისია, 2004-2009 წლებში ის იკავებდა საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციას და ესე ვთქვათ თანამდებობას და თუ მართლა რეალური რაიმე ქართველი ხალხისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება დღეს ამ კომისიაზე, რომელიც იმ წლებში მოხდა, მისი პირდაპირი მოვალეობა იყო, რომ სწორედ იმ წლებში დაეყენებინა ამ საკითხის აქტუალურობა და იმ კონკრეტულ წლებში და თარიღებში გამოეძიებია და როცა ეს ასე არ მოხდა და დღეს ცდილობს მაშინდელი დანაშაულების ბრჭყალებში გამოძიებას ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ჩემი აზრით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის კითხვის ნიშანს წარმოადგენს სოზარ სუბარის ამ კომისიაში ყოფნა. თუმცა სრულ თავი დავანებოთ თუ ვინები არიან ამ კომისიის ნაწილები, როგორც წეგან აღნიშნა, ეს ეგრეთ წოდებული კომისია იყოს ლეგიტიმური, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჭირდება ლეგიტიმური პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება, თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლება არ წარმოადგენს წყაროს, რომელსაც ხალხმა მიანიჭა ლეგიტიმაცია და იმ პირობებში, როდესაც ძირითადი ოპოზიციური პარტიები პარლამენტს გარეთ არიან, ამ კომისიის ჩატარება კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ქართული ოცნების დიქტატურულ რეჟიმს და ქართული ოცნება ამით ცდილობს მონოპოლია მოიპოვოს პარლამენტზე, თუმცა ეს ბრძოლა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქართული ოცნების ნებაზე და მანამდე სანამ ქართველი ხალხი თავგანწირვით იბრძვის რუსთაველზე, ქართველი ხალხი არ აძლევს ლეგიტიმაციას ამ არალეგიტიმურ პარლამენტს, სანამ არ ვივიწყებთ სინდისის პატიმრებს, ქართული ოცნება თავის მიზანს ვერ მიაღწევს და აქ წინა გადაცემაში კი ვისაუბრეთ, თუმცა მნიშვნელოვანია ხაზი გაუშვათ, რომ ამ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თვითმმართველობის არჩევნებზე არ გასვლა და ოპოზიციური პარტიებისთვის მოწოდება ამისკენ, საკუთარი ამომრჩევლისგან. ჩვენ ზუსტად ეგ უნდა გავიაზროთ, რომ თუ კი ოპოზიციაში არ ძალგვიც ვაკონტროლოთ, ესე ვთქვათ და ჩვენი ნება გავატარებინოთ პარტიებს, მაშინ ამ პარტიების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ როგორ შევძლებთ ვაიძულოთ, ესე ვთქვათ, გააკეთოს ის, რაც მოსახლეობის უმრავლესობის ნებას წარმოადგენს და ეს ყველაფერი ვთქვი, იმიტომ რომ დღეს აქტუალური საკითხია რამდენიმე ოპოზიციური პარტიისგან თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი და არა მარტო მათი ამომრჩევლის, ასევე ზოგადად საზოგადოებრივი ნება არ არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ ამ პირობებით. დაუბრუნდეთ კომისიის საკითხს, საგამოძიებო კომისიის საკითხს და გავიხსენოთ მიზანი თუ რატომ შეიქმნა ეს კომისია, როგორც თვითონ აცხადებენ, ესე ვთქვათ, კომისიის შექმნის მიზანი არის, რაც შეეხება გავიხსენოთ, რას ასახელებენ მიზნად ამ კომისიის, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი სისტემური დანაშაულებები და წამება, ძალადობა და მედიის ხელში ჩაგდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ კი 2012 წლამდე ჩადენილ
დანაშაულებს იძიებს ეს კომისია, მაშინ რას ემსახურება ბატონი, რას ემსახურება გიორგი გახარიას ამ კომისიაზე დაბარება, ან თუნდაც მამუკა ხაზარაძის ესე ვთქვათ კომისიაზე დაბარება რას ემსახურება, რადგან ეს ადამიანები 2012 წლამდე კი არა და ქართული ოცნების მმართველობის პირობებამდე არ წარმოადგენდნენ პოლიტიკურ აქტორებს ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვები ზოგადად ეს კომისია ამ კომისიის რეალური მიზანი ხომ არ არის არა მარტო ნაციონალების დროს ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლა, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნის მთელს ოპოზიციასთან ბრძოლა და ამის მკაფიო პასუხია ისიც, რომ დღეს ქართული ოცნების პროპაგანდა ცდილობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი აქტორის სახელი ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ქართული ოცნების წინააღმდეგ იბრძვის და უკავშიროს ნაციონალების სახელს და ამისთვის თითიდან გამოწვეულ მიზეზებს გვისახელებს ქართული ოცნების წარმომადგენლები. ასევე რა გაკეთდა ამ კომისიის პირობებში დღემდე არის ის, რომ 13 თებერვლიდან 23 მაისამდე აქტიურად გაიმართა 300-ზე მეტი სხდომა, რომელიც სხდომებზეც თუ ჩვენ ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილს, რომელიც მედია საშუალებით იყო გადმოცემული, ყურადღებით ვუყურებდით, აუცილებლად შევამჩნევდით, რომ ქართული ოცნების მხრიდან დაყენებული იყო ისეთი საკითხები აქტუალურად, რომელიც მსჯელობასაც კი არ ესე ვთქვათ საჭიროებდა, როგორიცაა გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით თეატრულუკიანის გამოსვლები, ზოგადად აგვისტოს ომთან დაკავშირებით, აგვისტოს ომს შევეხეთ და მინდა რომ ამ საკითხს ესე ვთქვათ ცოტა უფრო ფართოდ შევეხო და მოვიხილო. ჩემთვის დღეს პირადად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მიწევს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელი ქვეყნის მმართველებიც, ამ შემთხვევაში ბრჭყალებში მმართველები, საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებენ და ამაში ადანაშაულებენ, მით უმეტეს რომ ამისთვის საბაბი არ გვაქვს და უნდა გავიხსენო ეგრეთ წოდებული თელიავილის გამოძიება, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩვენ არანაირი ბრალი არ მიგვიძღის აგვისტოს ომის დაწყებაში და ჩვენი ქვეყნის ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგენდა აუცილებელ მოგერიებას და ჩვენი ქვეყნის ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგენდა საფრთხის აუცილებელ მოგერიებას. ამაზე ოდნავ მოგვიანებით უფრო ფართოდ და ვრცლად მინდა რომ გესაუბროთ. ეხლა კი ეგრეთ წოდებულ კომისიას დაუბრუნდეთ ისევ, სადაც არ მისვლის გამო ჩვენი ოპოზიციური ესე ვთქვათ პარტიების ლიდერები უკანონოდ ასევე დააპატიმრეს, წვეობაში ყავთ. ამით კიდევ ეს არის კიდევ ერთი გზა თუ როგორც ცდილობენ ოპოზიციასთან ბრძოლას უსამართლო ხერხებით. იქიდან გამომდინარე არის უსამართლო ეს დაკავებები, რომ ჯერ ერთი როგორც ამ ვიდეოში მთელი ამ ვიდეოს განმავლობაში ვსაუბრობთ, ეს კომისია თავისი არსით არის უკანონო და უსამართლო მათ შორის, ხოლო მეორე ნაწილს რაც შეეხება აუცილებლად უნდა გავიაზროთ ერთხელ და სამუდამოდ ქართველმა ერმა თუ რა არის დანაშაული და რის გამო შეგვიძლია ადამიანების ესე ვთქვათ 4 კედელში გამოკეტვა და არ თუ კი იმ შემთხვევაში იმ კონკრეტულ ადამიანებს რომელსაც ვედავებით რომ დამნაშავეები არიან, თუმცა ამას ვერ ვუმტკიცებთ, ისინი რა თქმა უნდა არ იმსახურებენ 4 კედელს და ვგულისხმობ იმას, რომ ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება დანაშაული იყოს, სადღაც არ მისვლა ისეთ კომისიაზე არ გამოცხადება, რომელიც პირადად შენ და ესე ვთქვათ მართალ ძალას საქართველოში ოპოზიციურ ძალას ებრძვის, როგორ შეიძლება იყოს დანაშაული არ მესმის და ალბათ თუ დააკვირდებოდით ოპოზიციური პარტიების ლიდერების სასამართლო პროცესებს, თქვენც აღმოაჩენდით, რომ არანაირი მათ შორის სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს იმისა, რომ ისინი ციხეში იმყოფებოდნენ დღეს და საბოლოო ჯამში ორი სიტყვით შევაჯამოთ ამ კომისიაზე, ის რომ ეს კომისია თავისი არსით არის უსამართლო და არა მარტო მათ შორის არის უკანონო, არალეგიტიმური და ერთადერთი მისი ცხადი მიზანი, რასაც ის ემსახურება, არის ქართული არის საქართველოს
დამოუკიდებლობასთან, სახელმწიფოებრიობასთან ბრძოლა და არის ოპოზიციური პარტიების განადგურება ქვეყანაში, რაც კიდევ და კიდევ ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ბელორუსიზაციას.